დღეს ნახეთ რომ საკმაოდ უჩვეულო ფორმაში ვართ, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი იდეა, ეს არის უფრო მეტი ვიდრე სპორტი. ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა სულ რაღაც 2 თვის წინ. მე შევიტყვე რომ არსებობენ ძალიან ჯანსაღი ჩვენი ძმები ოსები, რომელსაც სულაც ჩამო საქართველოში და აქეთ გადმოსულ გორში და მათი კარიერის გაგრძელებად ჩვენთან. ასე რომ ჩვენ ამ ფაქტს, ამ ინიციატივას მივესალმით. მაქსიმალურად ხარი დაუჭირეთ მათ ინიციატივას. და მე როგორც მითხრეს, ისინი ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ. პრაქტიკულად ყველა გუნდს მოუგეს მეორე ლიგაში და მე მინდა მათ უსურმო წარმატებები. რასთავარია დღევანდელი დღე ეს არის იდეა, რომელიც დაიბადა და ჩვენ გადავწყვეტ რომ ჩვენს ოს ძმებთან ერთად გავმართოთ ძალიან მეგობრული და თბილი თამაში. და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ რომ ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. რომ აღდგეს ნდობა ჩვენ შორის, ჩვენს ძმებ ოსებს და ქართველებს შორის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. და უსურვებ წარმატებებს ჩვენს ოს მეგობრებს. როგორ ფორმაში გაიხსნა თქვენი გუნდი? მე ძალიან სულ ფორმაში ვარ. ფეხბურთის კუთხით. თვითონ გუნდი როგორ მაგრამ ვფიქრობ რომ მე მგონი ჩემი მეგობრები დამეხმარებიან. მაგრამ მე მინდა რომ მათ მოიგონ. Poliția შემადგენლობა ნომერი 1 მეკარე ალექსანდრე ჩიკაიძე, ნომერი 18 ლაშა სალუკაძე და ნომერი 10 გუნდის კაპიტანი ირაკლი ღარიბაშვილი. შემადგენლობაში თვლილობებია. მოედნიდან გასული ნომერი 1 ალექსანდრე ჩიკაიძის, ნომერი 13 სოსო ვახტანგი.
მე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ საოცარი განწყობა მაქვს მე პირადად, იმიტომ რომ როგორც მე გითხარით, თამაში დაწყებამდე ეს იყო ნაბიჯი იმისაკენ, რომ ნდობა აღდგეს ჩვენ შორის. და მე მართლაც ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი ჯანსაღი თაობა არის ჩვენი ოსიძმების წარმომადგენლების და ძალიან კარგი განწყობა იყო. მე ვგზნობდი სიყვარულს და მოდიოდა იქიდან მეგობრობა და სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ გადავსულიყავი მეორე ტაიმში გადავსულიყავი მათ მხარეს და მე მგონი ძალიან კარგი მეგობრული თამაში გამოვიდა. მინისტრები დავსტავარია ჩვენ კიდევ ერთხელ მე მინდა განვაცხადო რომ საერთოდ მე ყოველთვის ვერიდები სპორტის და პოლიტიკის გამიჯვნის ვცდილობ ყოველთვის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ქართველების ის რაც მოხდა წლების განმავლობაში, წლების წინ და უფრო მანამდე 20 წლის წინ ჩვენ შორის. ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს ერთხელ სამუდამოდ. და ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი დღეს რომ რეალურად დავიწყოთ ნდობის აღდგენა ჩვენ შორის. ჩვენ არ გვინდა ჩვენს ძმებთან, ოსებთან, აფხაზებთან ტრობა. ჩვენ გვინდა მათთან ძმობა. და სწორედ დღევანდელი თამაში იყო ამის ნათელი დემონსტრირება. მე მინდა მადლობა გადაუხადო სოსო ვახტანგიშვილს, ჩვენს დეპუტატს, რომელმაც ორგანიზება გაუწია, გაუკეთა, ასე ვთქვათ, ამ ბიჭების, ჩვენი ოსი მეგობრების დაფუძნებას, დასახლებას აქ გორში. და რაოსთავარია ძალიან წარმატებულად ასპარეზობენ ისინი მეორე ლიგაში. და მე როგორც მითხრეს, თითქმის ყველას მოუგეს. ასე რომ მათ წარმატებას უსურვებ. მე ყოველ შემთხვევაში მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ იმისაც, რომ ისინი კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ.